დღეს გვინდა ვისაუბროთ თაობათა შორის დამოკიდებულებაზე. თაობათა შორის, თლად ომი არ დავარქვათ. დაპირისპირება, გაგება, გაუგებრობა, რაც ხდება ხოლმე თაობათა შორის. აი მაგალითად ძირითადად ფრაზები. ყველას გაგვიგია, ხო? ეხლა სადღა, ჩემ დროს იყო თუ იყო. ან მაგალითად ეხლა რომ ახალგაზრდა თაობას გაცვიათ, ეგაა ჩაცმა, ჩვენ დროს იყო ჩაცმა თუ იყო. მოკლედ მსგავსი ფრაზები რა. მე რო შენ ხელა ვიყავი და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა, რაც ესე თქვა ჩვენი მამების წინათაობის ცნობილი ფრაზაა, ეს ალბათ ყველა მიცის, 37 მანეთად გადაფრინდებოდი მოსკოვში, იგულავებდი და გადმოვფრინდებოდით. ყველა ამბობს ასე ამ ფრაზას რა. ყველას გაგვიგია. ყველას გაგვიგია. ხო და მოკლედ მეგობრებო, ისინი რომ საბჭოთა კავშირის დროს 37 მანეთად გადაფრინდებოდნენ და გადმოფრინდებოდნენ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თაობას იგივე ვთქვათ, ხო, 27 ევროდ ქუთაისიდან იაფი ბილეთით ბერლინში გადავფრინდებოდით, იქ ვიგულავებდით და ჩამოვფრინდებოდითო, ჩვენ შეგვიძლია რომ უთხრათ შემდეგ თავისუფლად. შემდეგ თაობასაც თავის მხრივ შეუძლია რაღაცა თქვას, ხო? აი მაგალითად შემდეგი თაობასთან ცოტა სხვანაირად იქნება. ისინი იტყვიან რომ შვილო სად იყო ჩვენ დროს 8 და 10G, ჩვენ დროს 1-5G იყო, ტელეპორტაციით აი ესე უცებ ჩავიდოდით ამერიკაში გავჩნდებოდით, ვიგულავებდით და მე ტელეპორტაციით უკან ისევ გავჩნდებოდით. მაგრამ ჩვენ ახლა რომ დავაკვირდით ამ სამივე ესე იგი მოკლედ ზოგადად თაობათა შორის ამ მატრაკვეცობას, გართობა გულაობაზე აქვს ერთი საერთო. ამ ქვეყანაში თუ გართობა და მოხელნა გინდა, აქედან სადმე უნდა ახვიო. აი ეს ჭეშმარიტება და საუბრობელო პირობა. ყოველთვის ასე უნდა გეკნა, ანუ ადრე თუ გინდოდა, სადღაც მიფრინავდი და მოფრინავდი, ახლა თუ გვინდა მიფრინავ და მოფრინავ და სავარაუდოდ შემდეგ თაობასაც ეგრე. არაფერი მაგაში არ შეიძლება, მაგრამ აქ ესე იგი გულაობა არ არის. არა, როგორ არ არის, მაგრამ როგორ არ არის, ყველაფერი. ეხლა 37 მანეთზე გამახსენდა, ანუ იცი რა, აი ყოველთვის მიკვირდა რომ რატომ იყო ყოველთვის ასე რატო ამბობდნენ ხოლმე რომ ძირითადად როგორ ამბობდნენ 37 მანეთად გადავფრინდებოდი ნატაშა ლენა გრელკევიც ჭაჭა ყველაფერი რა ჩვენ რო იქ რა სჭამდით მოდი ის გავა ისინი ბორს სჭამდნენ იქ აი ძირითადად ეგ საუბრები იყო ხოლმე მე არ მახსოვს რომ ვინმეს ეთქვა რომ იცი რა არის 37 მანეთად გადავფრინდებოდით სპექტაკლს ნახავდით აი არა მე არ მახსოვს ვინმეს ეთქვა არ მახსოვს რომ ვინმეს ეთქვა 37 მანეთად გადაფრინდებოდი კაი კულტურულ ღონისძიებას და ასე მუზეუმებს დაათვალიერეთ მე გადავფრინდებოდი გედების თბას ვნახავდი არ მახსოვს ეგეთი რამე რაც იყო ყოველთვის ესე იყო რომ 37 მანეთად გადავფრინდებოდი კარგად ვიყურებდი და გადავფრინდებოდი აი სუეს იყო და ეხლა დღეს რო უყურებ ამ ამბავს ის რაზე ვფიქრობ 1000 კილომეტრის რო გავარად ნატაშა და ლენას ამბავში დიდად არ არის ეხლა მე მგონი თამარიაში ამბავ სასწაული გამოძახილი არ გაგიგიათ ეგეთი რომ ეზოში ხო თამაშობდი რაღაცა და იქიდან მე რაღაც მეზობელი და რას აკეთებთ მან რა ომობანას თამაშობთ რას ხმაურობთ თქვენ ნამდვილი ომი არ გაქვთ ნანახი ესეთ რაღაცა არ გაგიგიათ რატო უნდა მქონდეს ნანახი არ მინდა რომ მქონდეს მაგრამ იმ ხალხს ვერ გაამყურებ იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ჩვენი საქართველო არის ეგრე დასაბამიდან ათადან და ბაბადან ეგრე არის რომ თუ ომი არ არის მშვიდად ვერ ვართ ხო და თან იცი ომიანობა არ გინდა და თან რაზე გონია რომ რაღაცა ფუნქცია რაღაცა ნიტოა გეგონება რამე დაკარგე რა ისე გეუბნებიან აი შეიძლება როგორი ფრაზა გითხრათ იცით თქვენ რა ამობანას თამაშობთ შვილებო აი თქვენ რა იცით მეგობრის ფილტვირო ხელში გიჭირო აი ეგეთ რაღაც სიგიშებს გეუბნებიან ხო გეუბნებოდნენ შიმშეზე ანუ რატომაც ეს თაობის შეჯიბრი სულ ყველაფერზეა რაც არ უნდა თქვა გადავხტებოდი ხტომა ჩვენ დროს იყო თუ იყო მაგალითად რა როგორ მშია რა იცი ვილი მამას ასწავლიდაო აი ყველაფერზე ჯდება კიდე ერთი რა არის იცი ბიჭებო რომ ეხა აი რახან თაობებზე ვსაუბრობთ თაობათა შორის ეხა ყოველთვის იყო ბრძოლა ხო კი ყოველთვის ბრძოლა ყოველთვის იყო და ეხა რო დააფიქრეთ ესე იგი რა ბრძოლა იყო ადრე თაობათა შორის და რა სახელები ფიგურირებდნენ ხო აქ რომ ორბელიანი და ჭავჭავ და ყველა უყურებდა რაღაც სტატიები ქვეყნდებოდა და წერდა მე ის პასუხს გასცემ მეორეს თითოს და კითხვა და მეორე პასუხს თაობათა და ხო ხტები ახლა ესეთ ფიგურები და ეხლანდელი თაობათა დაპირისპირება რა არის რა არის გივისი ხარულიძე და დომენიკ მანგო ეს არის ეხლანდელი ეგეთი ეპოქა მოგვიყვება აი მოგვიყვება ხო ეს თაობის წარმომადგენელი შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს კიდე არის რაღაც ვარიანტები რა მაგრამ ჩვენ სადა ვართ ეგ არის საკითხი იცი რა არის ანუ ჩვენ რომელ იმაში ვართ მაგას ვერ მივხვდი იმიტომ რომ მე იმათიც მესმის რომლებიც 37 მანეთზე საუბრობენ და იმათიც მესმის რომლებიც 37 ევროზე კლუბებზე საუბრობენ 37 ევროზე კლუბები ანუ შენ ვართ ღამურები ვით ხო შენ ეხლა იძახი კლუბებს არც მიწისა იყო და არც ისა ჩვენ დროს სად იყო კლუბები
ჩვენ დროს იყო ტანცპლაშატკა. ჩვენ დროს იყო ახლა დენსფლორია. დენსფლორის პირდაპირ თარგმანი არის ტანცპლაშატკა. მაგრამ მეგობრებო, რაც დრო გადის ხო იცვლება რაღაცეების ესე ხო არ არის, არა? ყველაფერი ისე ხო არ რჩება. რაღაცები ვითარდება. აი მაგალითად ეხა ჩვენ რო ავიღოთ მამების თაობა, ჩვენი წინა თაობა, უფროს თაობის დროს რო ესე კაც ყური გაეხრიტა მაშინ, თმა შეეღება, შეიძლება ვიღაცას ეგინებინა, შეიძლება ვიღაცას ეცემა, საერთოდ რომ ლამის მოსაკლავად შეიძლება გაემეტებინათ და ეხლა? არა, რა ეხლა? პრინციპში ეხლა დიდად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ნუ რაღაცა წინსულები ხო არის რა. ისე ვიღაც მეკამათ ამას წინად რომ სადღა ვიღაც დასდებენო საყურეზე. შექმნია პრობლემა. ბიჭო, შეიძლება მე არ შემქმნია, მაგრამ მე მინახავს, როდესაც მაგალითად ავტობუსიდან ჩამოათვიეს ვიღაც, იმიტომ რომ საყურე ეგეთა. სიუჟეტი ვნახე ამაზე. სიუჟეტი ვნახე. სულ ეხლა ხო, ყველა საყურიანს ჩემი მხარდაჭერა. ესე რომ ამბობ, ყველა საყურიანს ჩემი მხარდაჭერა და რო იხსნი და აგდე. და გარბი ხარ. ჩემი მხარდაჭერა მეგობრებო და გარბი ხარ. რა უნდა გაისწორო? ასე და გაიქცეთ. არაფერი არ გააკეთეთ. ხო, მოდი პირდაპირ ვთქვათ ადამიანებს ვიდრე გავაგზავნებთ. ჩვენ ვთვლით რომ ახალი ადამიანები არიან ახალი და საუკეთესო ვერსიები. რა თქმა უნდა. ახლა გავაგზავნოთ. ყოველი შემდეგი თაობა უკეთესია. როგორც iPhone-ში. iPhone-ი. ხო. პრინციპში ესე იგი დააპდეიტებული ვერსიები არიან ჩვენი შვილები. ხო, თაობასაც ეგრევე. ის ურჩევნია მამულსა რომ შვილის ჯობდეს მამასაონა თქვა. რა თქმა უნდა. კარგია. კიდე რა გამახსენდა, იცი რომ ანუ ხო გაგიგეთ რომ თბილისი იყო ურთიერთობა, ადრე სხვა მეგობრობა იყო, იცი ხომ ამის თქმა და მართლა ადამიანი ფასდებოდა რითი რომ აი თუ ადრე ყავდა ბევრი მეგობარი ითიც საჩვენებელი კაცი იყავი და გამოთქმაც ხო იყო რომ რაც უფრო მეტი მეგობარი ყავს მით უფრო მდიდარი ხარ ბატონო პრინციპში არც ახლა არ შეცვლა ბევრი რაღაცა და მართლა რაც ახლა მეტი მეგობარი ყავს ფრენდი ეხაც ეგრე არის რომ უფრო მაგარი ტიპი ხარ მაგრამ უბრალოდ ახლა 5000 კაცზე მეც ფიზიკურად ვერ იმატი შეგზღუდული ხარ შეგზღუდლის ხო შეგზღუდე შეიძლება მთელი თბილისი 5000 ადრე მთელი თბილისი ეხლა რა უნდა 5000 კაცი ნუ გინდა კაცი დაიმატო ვერ იმატე ან მე მაიცა მაგრამ ადრე რაც იყო ატაშოლი გახსოვთ ატაშოლი შენთვის დაუდიათ ატაშოლი შენთვის დადებული აქვს 12 კაცს ატაშოლი ერთად ეგ არის ახლა unfollow unfollow შეგიძლია გააკეთო ადრე არა ისე ადრე ძალიან შინაარს გამოხატავს რა გინდა და იგივეა წინათაობას არ წამოუძახებია თქვენთვის რომ აი რაღაცა რა ბოლო-ბოლო შენზე იმდანად მეტი მაქვს რა შენზე მეტი მაქვს ნანახი ხო ეგ ხო ყველას გაგვიგერო წინათაობა უფრო ნაკითხია ყოველთვის ვიდრე შემდეგი მეტი მაქვს ნანახი თვითონ აი ამ ფრაზაზე რანაირად შეიძლება ჩემზე მეტი კონდეს ნანახი როცა წუთში 70 TikTok-ს უყურებ მინიმუმ ნანახი ჩემზე მეტი ნაგბაფები განცდილი დაქსეგა რა TikTok აკეთებ რა ნე არაკეთებ ისმისას უყურებ ჯერ ვამუღამებ ხარ TikTok მე საშუალო თაობაში ვარ რა კარგი ჩვენც ვიქნები ჯერ არა ჩვენც ვიქნები ვემზადები ერთად ვიქნებით ყველა კი ხო და მე კიდე რა მახსენდება იცი აი ხუმრობებიც როგორი განსხვავებული იყო არ გახსოვს როგორი განსხვავებული იყო ადრე დროის შესაბამისი იყო ხუმრობაც აი მაგალითად ეგ აი ჩვენ როდესაც ვიყავით ბავშვები ჩვენ დროს იყო ეგეთ საზღარი ხუმრობა უფროსი თაობა ესე გვეხუმრებოდა გინდა მოსკოვიდან ხო გეტყოდნენ კი ეტყოდი და ყურებში გწევდნენ ესე ყურებით ჰაერში გწევდნენ არის ალბათ მაყურებლებიდან ბევრი თანხმება იქნება ბევრი ამ დღეში დაგინახავს მოსკოვი მე ბიჭო მოსკოვი არასოდეს დამინახავს მაგრამ ჩემი მეზობლის ხელები ეხლაც მახსოვს ყურებზე და ბავშვობიდან ამ ხელაყურები არ მქონდა სხვათა შორის მოსკოვის რამდენჯერმე მოსკოვის ნახვამ ზესტაფონიდან გამოიწვია ჩემი ყურების გაზრდა და მე დაემატა მაგას ის თუ გახსოვთ ეხლა რომ დაგარტყამ გაგაფრენ ამერიკაში ანუ მაგის თელი მუღამი რა იყო ეხლა დააკვირდით მაშინ ადამიანს რომ ურტყამდი ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა მოსვლოდა საბჭოთა კავშირიდან გადავარდნილიყო სათხაც ამერიკაში სასჯელი ტიპს ეს ჯიდი ახლა რომ თელი მსოფლიო თავს იკლავს რომ როგორმე ვის დააიღოს და მოინახულოს ეს ქვეყანა ხო მაშინ იყო ეგრე ეხლა რომ დაგარტყამ მოგკლავ კი არა ან რომ დაგარტყამო აღარაფერი აღარ გეშველება გაგაფრენ ამერიკაში და ეგ იყო სასჯელი ან სხვანაირად შეიძლება შევხედოთ რომ სხვა პრასვეტი არ იყო უკაცრავად რომ ამერიკაში მოხდარიყავი ყველაფერი ჩაკეტილი იყო და ერთი პანჩურის იმედა თუ მოკლედ მოსკოვს ნახულობდით ყურების აწევით და პანჩურის ამორტყმით მიდიოთ ამერიკაში აბარა ეგეთი იუმორში ვართ გამოვლილები ჩვენ და მე კიდე გიკვირთ აქ რაღაც არ გამომდის აუ კიდე ის არის საინტერესო იქნება შემდეგი თაობის ჭიდილი ასე ვთქვათ ან ჭუბი აი სცენარო წარმოვიდგინეთ ჩვენ შემდეგი ხო ან კიდე უფრო შემდეგი ეხა ხო არის რომ ბავშვებს ვეუბნებით რომ დადე ეგ ტელეფონი წადი გაისე კომპიუტერთან უზიხარ ამდენს ნუ თამაშობ წადი ეზოში ბურთი ითამაშე რაღაცა კაცი არა ხარ რა არის ამ ტელეფონთან და შემდეგი თაობის გადაკატავება როგორ იქნება იცი რა წარმოვიდგინე ოთახში რომ ზის ბავშვი და ამ სფეროს ვირტუალურად ჰოლოგრამით ატრიალებს რაღაცა
რაღაცას დაუმაგრებს ლაზერები და ოთახში იმაშვება და შემოდის მამა და წარაკუა ეს არა. ძაადე ბიჭო ჯოისტიკი აიღე კაცურად ითამაშე რა შეუძლია ასატრიალებმა სფეროს. ეგეთი ვარიანტი. თუ რაღაცა რო ვითარდება ეგრე გვაქვს ხოლმე რა. ეს როგორც მეც მახსოვს ეგეთი ამბები. მე მაგალითად მამაჩაი მეუბნებოდა ზუსტად ეგრე რომ რაღაცა წაწკაპუნებთო მან ჩვენი დროის მარიო და ტანკები რო იყო შვილო გადით ეზოში ითამაშეთ. ახლა მე შემსწევნები ხოლმე რომ რაღაცა ისეთი ითამაშეს რაღაც მოხდა. კი რაღაც ასწავლე. ყოველთვის ანუ ვერ თანხმდებით და ეგრეს უნდა იყოს კანონზომიერი. თან იცი რა არის ანუ მოიცა კომუნიკაცია როგორი იყო ეგ თუ. კომუნიკაცია ცალკე. აი ხა რო ამბობს ეს ტელეფონი დააგდე და რაღაცა. უბრალოდ კომუნიკაცია როგორი კომუნიკაცია ხანახან საერთოდ არ იყო. ბიჭო ეხა მაგალითად ხო შეგვიძლია რომ ერთმანეთს ნებისმიერ დროს დაურეკოთ, ნებისმიერს ერთ SMS-ი მივწეროთ, ვიდეოზარით დაურეკავ ბოლოს და ბოლოს. მეგობრებს თვალებშიც კი შეგიძლია ვირტუალურად ჩახედო. ნებისმიერ ქვეყანაში. როგორ მოვიდე და ლოკაცია ჩამიგდე. სადა ხარ და აი ლოკაციაში ჩააგიგდებ შეჭება და მიხვალ ხო? ეხა წარმოიდგინეთ ჩვენ დროს როგორ იყო ეს რა. ვთქვათ მაგალითად მე ვარ ვანიკოსთან საბურთალოზე. ერთად ვართ მე და ვანიკო და გვინდა ილო მოვინახულოთ. ილო ამ დროს ხოროს ვაკეში. თავისთან სახლში. გადავწყვიტეთ ჩვენ რომ წავიდეთ და მოვინახულოთ ეს ილო მე და ვანიკო. დავადგებით მოვკიდებთ ხელს ერთმანეთს და ფეხით მივდივართ ვაკე საბურთალოს გზით ან მოკლეზე იპოდრომი და მიდიხარ 1 საათი დაახლოებით მისეირნობ და ჩადიხარ ვაკეში. მიდიხარ ილოსთან სახლში და უკაკუნებ. ამ დროს გაიგო კარი და ილოს დედა გიღებს. გამარჯობა თამრიკო დეიდა როგორ ახლა კარი ილოს სახლშია? არა არ არის. საწავიდა? არ ვიცი შვილო. კარგი და კეტავდი კარს. და დამთავრდა. ეს იყო მთელი კომუნიკაცია. მოდიოდი უკან აზრი არ ქონდა. აბა ეხლა რომ სადა ხარ ვისთან, მაგრამ ისე დააკვირდები. მოიცა მაინც ისე თუ დააკვირდები. მაშინ მართლა იყო ეგრე. აი თუ მიხვიდოდი და თამრიკო დეიდა ილოს სახლში არ არის. და მოდიოდი ფარხმას მაინც არ ყრდი. ყველა ვარიანტში იგებდი შეიძლება. მე ჯერ ერთგან მიდიოდი. იქ იკითხავდი თუ არის. მე მეორე დღეს მიდიოდი. მე ბოლოს იპოვნი და რა ვახარ რა კარგი აი აბაჰე. დასავლე. კიდე იცი რა არის ანუ ტერმინები ხო? ახლა რამდენი ხო შენ რაღაცას დაგვირდი რა ლექსიკონი მექნება. რა თქმა უნდა და წარმოიდგინე ანუ ადრინდელი ტერმინები და დღევანდელი ტერმინები რო ავიღოთ. ეხლა მე უბრალოდ რაღაცები ამოვიწერე რა თქმა უნდა ეს სრული სია არ არის. მაგრამ მე წავიკითხავ რა სხვაობებია ძველ ტერმინებსა და ეხანდელ ტერმინებს შორის მეგობრებო. აი მაგალითად თარჯი ეს რა ლექსიკონია? ხო, ეხლა ხო არის ვეზასავე. ნუ ადრე იყო მეკოცნავე. ხო? თუ ეხლა მიმართავთ მაგალითად მამა ხო უბრალოდ ადრე რა იყო? მამა ბატონო. ხო იყო ესე. აი მაგალითად ეხლა ხო ამბობენ ხოლმე მკრაშავს. ხო. და ადრე მაგის შესატყვის იყო მაგიჟებს ჩემი კუჭი ვკორტნე. მართლა მაგიჟებს ჩემი კუჭი ვკორტნე. ანუ მაგალითად ეხლა თერმოსკრინინგი და ძალიან აქტუალურია ეხლა ვითუმეტეს ამ შუა პანდემიის დროს. ადრე იყო სიცხის გაზომვა და სულ მანამდე კიდე უბრალოდ ხელის დადება იყო. აი თერმოსკრინინგამდე მივედით. კიდე მაგალითად დამსინა რაც ეხა არის რომ დამსინა და ხმარ გამცა. ადრე რა იყო? ნივიჟუ გამიკეთა. ეხლა აღარ გავაგზელებ ვინ. ნივიჟუ გამიკეთა მაგრამ. ანუ მაგალითად ხო არის რომ კამბექი, რასაც ეხა ვეძახით, კამბექს და ადრე ამის შესატყვისი რა იყო? არ მელოდით თქვენ და კიდე მაგალითად ხო არის ხა hey guys რომ ამბობენ ხო? Yes. ადრე რა იყო? გურდებს სიცოცხლე სიკვდილის. ასე რომ უბრალოდ იცი რა არის? ბევრი სიტყვა არის კიდე მაგალითად იგივე კიშკი კიშკი რა კიშკი დამეხსნა ხო არის? ადრე მანამდე იყო თოხლი. ეხა არის fast food და კიდე უფრო ულტრათანამედროვე ვარიანტი არის კერძი. ანუ ისევ მაინც საწყის დაუბრუნდა. იყო კერძი, ვიბოდიოთ ეხა დაუბრუნდა. ბიჭო ის ხო არ გაქვს? ან იცი რა არის? ერთი რაც ვერ გავიგერ ისი შესატყვიცის ვერ მოვნახე და თუ ჩვენ მამაყურებელმა ისე აუცილებლად გითხრას დოყელა. ანუ აი დოყელა მაგარი ფრაზები. არა, კი ვიცი რომ დოყელა ის მაგრამ ამის შესატყვისი არსებობს ნეტა? არ ვიცი, რაღაცა იქნება რა. არა, კიდე ერთი დო რაღაცა არის მე მაგრამ ის ცოტა რუსული. ხო, მაგრამ ხო და აი აქ ასე თუ გაიგებთ და ადრე რო იყო ესე ჩვენი პირველი ნაწილი დასასრულო ხო და ესე უნდა გეთქვა და ეხლა ჩავდით პირველი ნაწილი. გადავედით ჩვენი. მოკლედ ამით ჩვენი შოუს პირველი ნაწილი დასრულდა. წავალთ ეხლა ჩვენ ჯიგრები გავაპროტუნდებით და შემდეგ ძალიან მაგარი უმართან ერთად დაგიბრუნდებით. ხო დავდივართ ხო. გავდივართ თუ კი არ გავდივართ. უბრალოდ წავ. თუ კი საერთოდ არ გავდივართ. მუსიკა არ რამ